გამარჯობა. შვენიერი, საოცარი. კარგი, საუკეთესო. გამარჯობა. გამარჯობა. ცხოვრება არსებობის საშუალებას ყველას გვთავაზობს. ისტორიაში მხოლოდ ერთეულები იმკვიდრებენ არაფერს. ისტორია მხოლოდ უქმნელ ძეგლებს ინახავს, რომელიც თაობიდან თაობას სინათლეს გადასცემს. რატომ ამოიღო? პაპა ჩემმა იცოდა ხოლმე, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანზე ფიქრობ, ამოიოხრე, ღრმად ამოიოხრე. ეს ჩვევა მისგან დარჩა. ხვალინდელ დღეზე ნერვი ვყო. ხოლკის პირულაცებს. საკი თითქოს არც ფიქრობს გახსნა შუბლი. წვიმს. ხვალკი დიდი დღეა. ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე გამორჩეული დღე. და შენც განიცდი. იქნებ წვიმისგან. ნეტავ თუ გამოვა ხვალ ყველა და გულთან მიიტან სამ საშვილიშვილო საქმეს. რომლის ბებართვა ძლივს ხა გამოვსწრაფე თხემიდან მეფის მთავრობას. ეს ნიკო ნიკოლაძე, დიდი ნიკო ნიკოლაძე, ფოჩი ჩამოსვლისთანავე. გაუმარჯოს. ფოჩი ჩამოსვლისთანავე მიიღო, რომ მთელი ქალაქის ყურადღება, მაღალი, წარმოსადეგი, დიდრონი ჭკვიანი თვალები მეტყველად მისჩერებოდა ქალაქის ყველა კუთხის, კუნჭულს და შიგ მომავალ პროექტებს. ხორცს შესასხმელი იდეებს ხედავდა ნიკოლაძეს წვიმაში. წვიმაში პარებია ქუჩაში ფეხიცი არა. ალაგ-ალაგ ჩერდებოდა. აუ ვიდეო რა? აბა, ვენეცია. ხუთს მოიხდინე. და მუდამ რაღაცას ინიშნა. ახლაც ამწვიმიან ამბი ზის სამუშაო კაბინეტში და ხვალინდელი დღის მნიშვნელობაზე ფიქრობს. ხვალ საძირკველი ჩაეკრება განათლების ცენტრალურ ვაჟთა გიმნაზიის შენობას, რომელმაც ფოთელი ჭაბუკების გულში ცოდნის ჩაუქრობელი ლამპარი უნდა დაანთოს. აქავარ, ბატონო, ჩვენც აქავარ. ხოჩა. გაანთებს. თუ რამ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, ეს განათლება გეთანხმებით ბატონო, ჩვენს გეთანხმებით. ხალხს დაინტერესებს ჩვენი ერის მომავალი, ნივთიერი და სულიერი, ჩვენს ერთსულოვნებასა და კეთილ სინდისიერებაში. ქალაქი ფოთი ის ადგილია, საიდანაც საქმიანი ევროპა და მომავალს 4 კონტინენტის ქვეყნები გაიცნობენ საქართველოს, როგორც ქრისტიანს და უძველეს ისტორიულებს. დიდებული აზრია, ბატონო ჩემო, დიდებული. და ეს გიმნაზიაც იქნება ფაკუთხე დივიდეის, რომელსაც განათლებული მომავალი გვიყვება. უდო. აბა როგორ ვერ უნდა დავაინტერესო ის ხალხი, რომელიც იმედის თვალით შემოწეს და ჩემგან ასუხსელოდება.
გარეთ რომ წვიმს. გარეთ წვიმს. ოკის პირულაძეს. არაუშავს ბატონო ჩემო. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ფოთელები თავიანთ ძალხონესად დაიშურებენ გიმნაზიის შენობის ასაკებში. არ დაიშურებენ ბატონო, არა. რადგან მათ კარგად იციან სოდნისა და განათლების ფასი. ვიცი, გამარჯვებით. დიახ, იციან. ლაზავერის, ახლანდელი ნინოშვანიას და იმერეთის ქუჩის შესათავში ოკის პირველ წრიმაში ქოლგებით იდგნენ დიდი ფოთელები. გიგო დიდია. გამარჯობა. სასიამოვნო. ეს კი კონსტანტინე კოცია მიქაბერიძე. გამარჯობა. გამარჯვებით. სასიამოვნო. ჩემთვისაც ბატონო, ჩემთვისაც. დიდი ექიმი და მეცენატი. ეს კი არქიტექტორი კონოვალოვი. სასიამოვნოა ჩემთვისაც. და ისინიც გან და ისტორიული წუთების მოლოდინში ერთმანეთს აზრებს უზიარებთ. მოვლე აუცილებლად მოვლე. როგორი სიმბოლურია ეს წვიმაც? სიული მადლი. ისაუბრებ მეტოდი. საცაა ქალაქის თავის მოვა და საფუძველი ჩაეკრება იმას, რასაც ეს ქალაქი დიდი ხანია ელოდება. რას ელოდებ? სოდნისაც განათლების კერს. ვაჟთა პირველ გიმნაზიას, რომელიც სოდნის აყვანი იქნება ჩვენს ქალაქში. ამ დღიდან დაიწყება სკოლის დიდი ისტორია. ქალაქის თავი ძალიან ნერვიულია. ნერვიულო ჩემო. ძალიან ნერვიულო. ვერ ხედავ როგორც ის. ვაი თუ ხალხი არ გამოვიდა. ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ნიკოლაძე, სული ჩაბერა ჩვენს ქალაქს. და ეს გიმნაზიაც იქნება ჩაუპრობელი ლამპადი, რომლის სინათლეს საუკუნეებს გადასხდება. დიდი აგურის შენობა. მაღალი, ორსართულიანი. საკარგია? აი აქ დიდი, გამოკვეთილა დიდი კონტურები. დიახ, აქ. კიბეებიც გამომიკვეთე როგორც სიმბოლო, რომელზეც უნდა ახვიდე, მაღლა უნდა ახვიდე, რათა ცოდნას დაეუფლო. ასე დავაგრძელოთ საკმარისში. დააგრძელე. აბინეტური სისტემა ისე როგორც ევროპულ ქვეყნებში. მშვენიერია, ფანტასტიკურია. განჯვრებიც გამომიკვეთე. მოდი. აი აქ. აი იქ. და აი იქაც. რათა მეტი სინათლე მოხდეს სოდნის ტაძარში. უკაცრავ. დიდი ბოდიში რო გაწოდე. არ იღლება? ის არასოდეს იღლება. ეს კაცი დაუღალავი კაცია. ებარქვა როგორ მოიპოვა? თანხას როგორ მოუყარა თავი? ამ პატარა ქალაქისთვის ეს ხომ შეუძლებელი? როდესაც მომავალი თაობის განათლებას ეხება საქმე, ჩვენ ფოთელები ვერთიანები და ერთმანეთს გვერდში უდგავთ. აბიჭო კაც, დიახ, ისმენთ? შენობა ერთსახურავში მოვიყვანოთ? დიახ, ერთსახურავში. რათა შორიდანაც ჩანდეს, როგორც დიდი ცოდნის ტაძარი. აი ისინიც. ოკის პირველი წვიმის და მიუხედავად, ნახევრა ახალხმა მოიყარა თავი. პარკის სურნელები მოვიდნენ. აფარლებიც აქარია. კუნძულისა და ახალსოფლის მშრომელებიც მოსულან. ქალაქის ინტელიგენციის მოწინავე პირებიც აქარია. კომერსანტები, მრეწველები, სამღვდელოების წარმომადგენლები. თელმა ფოთმა აქ მოიყარა თავი. იმ დღეს ნიკოლაძის აღტაცებასა და გაოცებას საზღვარი არ. ფოთელებმა იციან სოდნის ფასი, ფოთელებმა იციან განათლების მნიშვნელობა. ჩვენ ჯერა რომ ეს იქნება ცოდნის დიდებული ტაძარი, რომლის სინათლეც მომავალს გადასხდება. ასეთი სიხარული არასოდესგან მიცდია.
გათხრა დამთავრდა. ყველა ჯიბეში ჩაიწოვეს. ოქროსა და ვერცხლის მონეტები ამოიღო და ღრმად ხელში ჩაუშვა, როგორც მომავალი ბედნიერების ნიშანი. 1905 წელს დიდი შრომა ჩაფისა წყალების შედეგად შენობის აგება დამთავრდა. და გაიგო მშენებლობისთვის დიდძალი თანხა. თუმცა ჩემი მიერ შედგენილი პროექტისთვის ეს თანხა არ იყო საკმარისი. მაგრამ ჰოთელები გაერთიანდნენ და ქვემოქმედებით შემოწირული თანხა მათი ქალაქის მომავალში მოანგაროდ გაიგეს. 1905 წლის სექტემბერში გაიხსნა 8 წლიანი გიმნაზია, სადაც უამრავი ახალგაზრდა ცოდნას ეზიარა. სკოლის პირველი დირექტორი. გამორჩეულად თავდადებული პიროვნება უნდა დავასახელო. ფიქრობ ეს ალექსანდრე იაგულავი იქნება. და ასეც მოხდა. პირველმა დირექტორმა შემოიკრიბა გამორჩეული პედაგოგები, რომლების შერჩევაშიც იაკობ გოგებაშვილი და ილია ჭავჭავაძე ღებულობდნენ მონაწილეობას. ეს იქნება სასწავლებელი, რომელიც აღზრდის ჩვენი ქვეყნის უთვალსაჩინოების წარმომადგენლებს. ეს იქნება სასწავლებელი, რომელიც იქნება ხიდი ჩვენსა და მომავალს შორის. ამ ხიდის სათავეში დღეს ვგავართ ჩვენ. თუმცა ხვალხელი ხელჩაკიდებული ქართველები განაგრძობენ გზას. ნიკოლაძის ეს სიტყვებიცა გიმნაზიაში სხვადასხვა წლებში სწავლობდნენ ჩვენი ქვეყნის უთვალსაჩინოების წარმომადგენლები. პავლე ინგოროვი, შალვა ამირანაშვილი, ეგნატე პიტი, ნოკიტელი, სიტო გოლიძე და მრავალი სხვა. სხვადასხვა დროს ამ სახელოვან სასწავლებელს მრავალი ხელმძღვანელი ჰყავდა. დღეს ის სკოლას ხელმძღვანელობს ეკა სამურკასი. ასე დაიწყო. ასე აინთო ცოდნის ტაძარში კელაპდა, სადაც სწავლა გონების საზრდო და ჭკუის წარმატება. ბედის გასაღებია, გონების ფარი, სამოთხე და სინათლეა. და დღიდან დაარსებისა დიდი ნიკო ნიკოლაძის ანდერძს მეუყვებით. სადაც გინდათ იშრობეთ, სადაც გსურთ ისწავლეთ. რაც გინდა ქენით, ოღონდ კი მის სასარგებლოდ იშრობეთ, ოღონდ კი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მისი სახელის გადიდებაზე, მისი კეთილდღეობის მიახლოებაზე იმეცადინეთ, ეცადეთ გონიერი, სწავლული და პატიოსანი გამოხვრიეთ. ამ სიტყვების წარმოთქმიდან მრავალმა წელმა განვლო, ჩვენ კი კვლავ დიდი ნიკო ნიკოლაძის ანდერძი მიგვიჩნევია მთავარ ღირებულებად. 1905 წლის შემდეგ ჩვენი სკოლა, ეს ცოდნის ტაძარი ნიკოლაძისეულია, მისი ჩანაფიქრის აღმსრულებელი და მოამაგე. იარე, ეს გზა თქვენი გასავლელი. მე კი გიტოვებ ტაძარს, რომელშიც მზე თქვენ უნდა აკაშკაშოთ. ეს განისარდა ის გაიზრდება და ბევრ რამეს წაშლის დაფასება. მრავალ ძველ დასკვნას, ძველ ფორმულას გადააფასებს, რაც ძველია, რაც სულს ახავსებს, შექმნის ახალ გზებს, ახალ წიგნებს, ახალ ნახაზებს. ის აღმოაჩენს ახალ წამლებს, ახალ კანონებს, შედევრებს შექმნის, თავის სახელს ხმელს გააკონებს. გავაჟამიდა მის ცხოვრებას ბევრი მიბაძავს და ბევრი რამე შეიცვლება ამ ქვეყანაზე. და კიდევ ერთხელ ღვთის განგებით მოვა ვიღაცა და გარდაცვლილის დიდ საქმეებს კვლავ გააკეთებს.
დიდი გზა სავალი სამზეოს შემდეგი წელი. ზის ქვეშეთში კი იქმნა კაცთათვის, სინდისი ნიჭა თუ ხილებისათვის, თვის თამაქიერებათა. ძალა ილაჯა თვისავე, სხარვესთა დაძლებისათვის, სიკეთე უნარად რგებისათვის სხვათა. დედაკაცი არსად რავლებისა და პირობად კაცთა მოდგმის მარადისობისა, მეგობარი საზომად სულგრძელობისა და სამჟღავნებლად თავდადებისათვის ისა. ერი ასპარეზად პირუთვნელი მსახურებისა და მსხვერპლად მისვლისა, ვენახი და მინდორი ადგილად დავრისათვის ოფლისა. პური და საქონელი ყოველი საზრდელად თვისა და მისაძღვნელად სხვადათვის. წუთი სოფელი კი იქმნა კაცთათვის, სივრცედ სიყვარულისა, რომელ არს ღმერთი. დათუ სინდისა და ძალას, სიკეთესა და ნიჭს მოახმარ ერს, მაშინ იგი მამულიშვილს გიწოდებს. დაშენი ცხოვრებაც მისთვის სიმბოლოდ იქცევა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, ქართველნი ბუნებით არიან სახელის მაძიებელნი. ჩვენს ქვეყანაში კი სახელის მაძიებლის ყველა გზა გადის საქართველოზე. საქართველო იყო ნიკო ნიკოლაძისათვის წინგა სახელიცა და უკან მოსახედიც, მისი საპატრონოცა და მისივე ქართველობის შემნახავიც. ნიკო ნიკოლაძის ხოთი რომ ჩააბარეს 51 წლის არ იყო. ქალაქ სათავეში ჩაუდგა გამოცდილებით დაბრძოლებული, ანალიტიკოსის გონებითა და პრაქტიკოსის დიდი ალღოთით დაჯილდოებული პიროვნება. ამ თვისებებით შემკული კაცის მეთაურობას ვინ არ ინატრებდა. ქალაქ ბაქოს მიერობად შესთავაზეს, მაგრამ ვერ დაითანხმეს. უარის მიზეზი მხოლოდ ერთი რამ იქნებოდა, ფორცს ვერ უღალატებდა, რადგან აქედან ფაზისის შესართავიდან, ლეგენდებისა და მითების ამ უსამანო საწიერიდან გაიცნო მისი ლამაზი სამშობლო გარე სამყარო. აქედან გაყვეული ცისფერი გზებით უკავშირდებოდა იგი მსოფლიოს 5-ვე კონტინენტს. ჯერ კიდევ როდის ვიხდიდნენ ბოდიშს, ჯერ კიდევ როდის ფოთობდა ფოთი, ჯერ კიდევ როდის იწერებოდა წამება წმინდისა შუშანიკისა. ნუ გარეკითხა, ჯერ კიდევ როდის ღეროდა შოთა, ჯერ კიდევ როდის გაიძახოდა ჟობს სიცოცხლესა, ჯერ კიდევ როდის.
დროს შენზე ფიქრები მკლავს ჩემი ყოფია ასე რომ ამავე სვას რატოლიების გუნდი ცაზე კამარას კრავს ჩემი ყოფია ასე რომ ამავე სვას რატოლიების გუნდი ცაზე კამარას კრავს Siam ciociuri pulcra, nez camoquetica Shenarati quantashi, kanganats valetaus Jadrevici vivas, shengerum inglesas Gatite vistrivis, leos uccelesas Jadrevici vivas, shengerum inglesas Gatite vistrivis Dios uccelesas ზრუნავდა და მფარველობდა ფაზის ქალაქს. უანგარო მსახური პირნათლად უძღვებოდა მას, მაგრამ ქალაქი ქვეყნის ფერხულში, საერთო საქმეში ჩასაბმელად საჭიროებდა განათლების კერებს და 1903 წელს საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სკოლის მშენებლობას. დღეს ის დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელს წარმატებით და ღირსეულად ატარებს. პირველი ზარის წკრიალის შემდეგ ამ სკოლის კედლებს მრავალი თაობა აღოზრდია და ამაყად უტარებია მეორე სკოლელის სახელი. აქ გაუაზრებიათ ქართველობის მადლი, ნათელი გულით, ფიქრით, სურვილით, მიზნით და ვისაც დროჟა მიჰქონდა ცდის, თავი არ შეურცხვენია სწორებთან.
დღემდე 120 წელმა განვლო. 120 ჯერ დაირეკა სასწავლო წლის მაუწყებლად ზარი და აქ ამ სკოლის კედლებში იშრომეს, ისწავლეს, ეზიარნენ ქართული სიტყვის მარხს, გაეცნენ წარსულს, ფიქრობენ მომავალზე და მათ იციან, რადის კივად გრძანის და ისიც, რადგანაც მიგონი, რათა საქმე მოიხსოვს, უსაუცნობენ ეს მისწავლეს. დასტურად და მტკიცებად ჩვენი სკოლის ახალგაზრდა სახელმწიფო ყოფნისა. დიდი იასამის ესხებით, რომ სკოლის უმთავრესი საგანი და საქმე საზოგადოდ ის არის, რომ ერის მოზარდ-თაობას აუხილოს გონების თვალი, გაუჩარხოს გულის ყური, გაუწურთნოს და კეთილად მოუმართოს გრძნობა. აკი ნათქვამია, რომ მხოლოდ ოსტაც ვერ ეწევა სიკვდილი და ისიც, რომ კურთხეულია ნაბიჯი ვალმოხდილისა. შორიდან დავიწყებთ და გეტყვით, რომ დღიდან დაარსებისა 1914 წლამდე აქ ვაჟთა გიმნაზია იყო. შემდეგ ფოთის ტექნიკუმი გახდათ და მას სერგი დანელია ედგა სათავეში. სკოლის ისტორიას წერდა სკოლის ფოთის 7 წლეული. კოლმეურნეთა ახალგაზრდობის საშუალო სკოლამ ჩაანაცვლა. აქ პედაგოგიური სასწავლებელიც კი ყოფილა. შემდეგ ისევ ვაჟთა სკოლად გადაკეთდა.
მაგრამ 1965 წლიდან იყო ნიკო ნიკოლაძის სახელობის საშუალო სკოლა. ხელმძღვანელი იმენ ნაცვლიშვილი გახდათ. შემდეგ შოთა კაკულია, მურატ პიკვილია. 1995 წლიდან კი ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზია ეწოდა და მას სისადარ ვახტაძე ხელმძღვანელობდა. ამჟამად ნიკო ნიკოლაძის სახელობის ნომერ მეორე საჯარო სკოლა იწოდება. წინამორბედების მსგავსად ვირცეულად უდგა სკოლა სათავეში ეკა-სამონკასო. ერთმა უფლებადამცველმა თქვა, რომ ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ მასწავლებელს სამყაროს შეცვლა შეუძლია. ამ სკოლის კედლებში 120 წელია სამყაროს უკეთესობისკენ ცვლილა. ემსახურებიან ქალაქს, ქვეყანას. აქ ჯერათ, რომ მოსწავლე ჩირაღდანია და მის ასანთებად ძალას არიშურებენ. ასე ვზრდიდით და ასე ვიზრდებოდი. ასე იწყებოდა და იცვლებოდა სკოლაში თაობები. იწერებოდა და იწერება ისტორია. წამსი, ღირებულებები და ტრადიციები კი უცვლელი დაგვრჩა. მაქვს გასაოცარი რას არ გაუძლეს ჩემი ციხის ველმა კედლებმა მეც ასთან ახლოს უძველესი მაქვს სალოცავი და არასოდეს მიწერია გადაშენება მე ქართველი ვარ ანბანი მაქვს ამაუხსნელი ენა მაქვს უფლის სადიდებლად დაბადებული ცრემლია ჩემი ისტორიის ყველა ფურცელი ყავდა თევდორე და დემეტრე თავდადებული მე ქართველი ვარ ქართულია ჩემი ფესვები ჩემგან გაიგებ გენაცვალე შენ დაგენაცულეს მე ქართველი ვარ ხმალზე მჭრელი მქონდა ლექსები მე გავიზარდე იაკობის დედაენაზე მასპინძელი ვარ ვინც არ ნახულს უფრას გაგიშლის სტუმარს უფალთან დაუდგები ალბათ თავდებად მე ქართველი ვარ არსენობას დღესაც არ ვიშლი და რასაც გავცემ არასოდეს არ მენანებ
ჩემი პირველი სადღე გრძელო უფლისო და ქართული სუფრა სიცოცხლეზე ყვება ბალადას ყველაზე წმინდა დედა და დედის ლოცვა მე ქართველი ვარ მამის გზაც რომ არ უღალა და მე ხორუმი მაქვს ისეთი რომ მტერს თვალს დაუდგამს ქართული ჩოხით გავაცოცხლე გმირი რამდენი მე ქართველი ვარ ვაშკაცობას ლუქებ ალუდას ხირსეულ მტერსაც რომ დაუნთო ერთი სანთე მე ქართველი ვარ დავითის მაქვს საგალობელი იავნანა მაქვს ისეთი რომ ხვებით ტირიან მე სიყვარულით გავაოცე წუთი სოფელი მე ქართველი ვარ სიძულვილი არ შემიძლია შეუძლია შეიყვარონ თავსიდან მათი მისცემს უზრუნველობას. შეიყვარონ მიწაფებად. მოგიხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მულტიეთნიკურია. ალბათ გიკვირს და იუბილეზე ამის ხსენება, მაგრამ ამ სკოლის კედლებში მარტო სკოლის კი არა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაც იწერებოდა და იკითხება დღესაც. საქართველოსა და ისრაელის ისტორიული წარსული მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ქართველმა ძმის ჩოხა ებრაელს გულით მიუბოძა და მას ქართველი ებრაელი უწოდა ძმობისა და სიყვარულის ნიშნად. აქ ჩვენს მშობლიურ სკოლაში არაერთ ქართველ ებრაელს უსწავლია. ბევრი მათგანი ჩვენი მეგობარია. ისინი დღესაც ჩამოდიან და ეფერებიან თავიანთ წინ ჩვენ სკოლას. ეფერებიან წარსულს და ამყარებენ აწმყოს. ყოველ წელს მოდიან ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით და მაშინ მათთვის და ჩვენთვისაც ცოცხლდებიან უკვე მოგონებებად
ქცეული ამბები, შეჩერებული წამები. დღეს ჩვენი ქართველი ებრაელები გვილოცავენ და გვეფერებიან. თითოეულ მოლოცვის სიტყვას მონატრების სრემლი ახლავს. მადლობა თქვენ, ჩვენო მეორე სკოლელებო, რომ ახლაც ამ ქალაქისა და სკოლის სიყვარული კვლავაც ძველებურად ფეთქავს თქვენს გულებში და რომ ეს სიყვარული კვლავაც გაუხუნარი გრძნობაა თქვენში. იცოდეთ, თითოეული თქვენთაგანი გვახსოვს, გვიყვარს და გვეამაყება, თუმცა თვალი თვალს მოშორდა, გული არ გადასხვაფერდა და ესეც სიმღერაა საქართველოსი. მთელ სკოლას, თითოეულ პედაგოგს და ყველა მოსწავლეს დიდი პატივისცემა. უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებელს და საოცარ მეგობარს ქეთინო შაბულიძეს, რომ მოგცა შესაძლებლობა მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დარგი. დღეს, როცა თქვენ ზეიმობთ სკოლის 120 წლის იუბილეს, გული განსაკუთრებული სიტყვა და მადლიერებით გვევსება. მე და ჩემი მეუღლე ორივე ფოთის მეორე საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები ვართ და ჩვენთვის ეს ადგილი მხოლოდ სკოლის შენობა არ არის. ეს ჩვენი ახალგაზრდობის აკვანია, ჩვენი გზის დასაწყისია, ჩვენი ხასიათის, ღირებულებების და ხების ჩამოყალიბებელი ადგილია. 120 წელი ეს მხოლოდ წლები არ არის. ეს არის ათასობით აღზრდილი მოსწავლე, ასობით თავდადებული მასწავლებელი, ვინც არა მხოლოდ საგნებს, არამედ ცხოვრებასაც გვასწავლიდა. ეს არის ისტორია, რომელიც შედგება სიჩუმით ნააზრევი რჩევებისაგან, კაცრი სიტყვებისაგან, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდა სითბოს და ზრუნვის გამოხატულება და იმ დაუვიწყარი მომენტებისგან, რომლებიც სამუდამოდ დარჩა ჩვენში. სწორედ თქვენ, პატივცემულო პედაგოგებო, იყავით ის ადამიანები, ვინც საკუთარი ცოდნით, მოთმინებითა და სულიერი სიტყვით მოგვიახლოვდით და ცხოვრებაში პირველი ნამდვილი ორიენტირები მოგვეცით. ამ განსაკუთრებულ დღეს გვინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხაროთ. ვიხსენებთ თითოეულ თქვენგანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენს აღზრდაში, ვინც დაგვიდგა გვერდით, როცა სწორი და მყარი მიმართულება გჭირდებოდა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მოვიარეთ და განურჩევლად ყველგან ვწმუნდებით, რომ ჩვენი ცოდნის და წარმატების ძლიერი საფუძველი ჩვენმა სკოლამ და პედაგოგებმა მოგვცეს. მეორე სკოლა არასდროს ყოფილა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. ის ჩვენთვის ოჯახი იყო. აქ ვიპოვეთ ჩვენი პირველი მეგობრები, რომლებთაგან ბევრი დღესაც ჩვენს გვერდით არის. აქ ვისწავლეთ წარმატებების და მარცხების ღირსეულად შეხვედრა და რაც ყველაზე მთავარია, აქ ვისწავლეთ ვიყოთ ადამიანები. აქვე გვინდა გაგაცნოთ ჩვენი შვილები, ლეა და ლუკა, რომლებიც თავად მოგილოცავენ ამ იუბილეს. გამარჯობა. მე ვარ ლეა. დაბადებული ვარ თბილისში. ახლა ვმუშაობ და ვცხოვრობ ისრაელში. ამ ვიდეოს ვიღებ ჩემ ფრინდიდან თელ-ავივში. ჩემი მშობლებისგან ძალიან ბევრი მომსმენია მეორე საშუალო სკოლაზე, რომ სკოლა იყო გამორჩეული საშუალო პროგრამით და უნიკალური პედაგოგებით, მინდა მოგისურვოთ წარმატებები და სასახელო მასწავლებლები. ძალიან მიყვარხართ, კოცნით აბანახონდის. გამარჯობათ, მე ვარ ლუკა. მე დავიბადე ისრაელში, მაგრამ ძალიან მიყვარს საქართველო. მე ახლა შვეიცარიაში უნივერსიტეტში ვსწავლობ. სკოლაც აქ შვეიცარიაში დავამთავრე. როცა დედა და მამა არ ჩერდნენ ჩემთვის სკოლას და პირველად დაათვალიერეს ჩემი სკოლის კაბინეტები ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის, იცით რა მითხრეს? მეორე სკოლაში მზია ბახტაძეს და ლამარა ჭანდურიას უფრო მაგარი კაბინეტები ჰქონდათო. და შვენს მასწავლებლებს ფიზიკა მათემატიკაში დემურის, ტარიელს, მურადის ბადალი არ ყავდათ მთელ სოფლიოში. დედა და მამა სულ მეორე სკოლაზე ლაპარაკობენ. მინდა წარმატებები უსურვო თქვენს მოსწავლეებს და ვუთხრა მათ, რომ ჩემი მშობლების მაგალითზე ვხედავ, რომ ძლიერი პედაგოგები ყავდათ მათ. მიყვარხართ ყველანი. საყვარელი სკოლა, ეს შემოყვე 120 წლის ხარ. სიბრძნით და სიყვარულით სავსე და ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ჩემი საამაყო ისტორიის ერთი პატარა ნაწილი. გისურვებთ კიდევ მრავალი იუბილეს, განახლებებს, წარმატებებს და საამაყო თაობებს, რომლებიც შენგან მიღებული წოდით გაინათებენ ცხოვრების გზას. თქვენი ისაკი და ირინა. გილოცავთ.
მოგესალმებით საყვარელო ფოთელებო. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და ჩვენო საყვარელო ფოთელებო. გილოცავთ. დიდი იუბილეს მეორე სკოლა. გილოცავთ ჩვენი საყვარელი სკოლის იუბილეს. სკოლის, რომლის კედლებში ჩვენ გავატარეთ ბავშვობის დაუვიწყარი წლები. სკოლის, რომელმაც ჩვენ მოგცა არაჩვეულებრივი ცოდნის ბაზა მომავლის გზაზე. სკოლის, რომელმაც ჩვენ გვასწავლა მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგატანა და ძალიან ბევრი რამ. მოსწავლეებო, გაუფრთხილდით სკოლის მოგონებებს. ის ძალიან ძვირფასია და თქვენი ცხოვრების ბოლომდე გაყვებათ. როგორ ჩვენ გამოყვა დღემდე? როგორ ჩვენ გამოყვა დღემდე, ნამდვილად. მეგობრებო, დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ მოვიხსენოთ ის ბუნდერაზი ადამიანები. პირველ რიგში ჩვენი სკოლის დირექტორი ბატონი შოთა კაკულია. ფიზიკის მასწავლებელი მურატ კვიკვინია. ჩვენი ქართული ენის მასწავლებელი ლიანა კოლოტაშვილი, რომლის დამსახურებაც არის, რომ დღემდე ქართული ენა ჩვენთვის ესეთი ძვირფასია. ნამდვილად. ასევე ქიმიის მასწავლებელი მარუსა მურბანიძე, რუსულის ოთარ ვაშაკიძე, ტაცია ხომერიკი. ლამარე ჭანტურია. ასევე დიდი პატივისცემით და სიყვარულით მინდა მოვიკითხოთ ჩემი კლასის დამრიგებელი ტარიელ და გაგულია. ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ტარიელ გაგულია. დემურ ზერაგია უსაყვარლესი პიროვნება. ხალბატონი მზია ბახტაძე, მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. წარმატებული სკოლა ასეთი არაჩვეულებრივი პედაგოგების, მთელი კოლექტივის დაუღალავი და ერთობლივი შრომის შედეგია. მე გისურვებთ, რომ ჩვენი ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საშუალო სკოლა ყოველთვის ყოფილიყოს მოწოდების სიმაღლეზე. და ტრადიციულად აღეზარდოს ცოდნე ერთგული და ნიჭიერი თაობები, რაც ასე ჭირდება ჩვენ საყვარელ საქართველოს. რაც ასე ჭირდება დღეს ჩვენ საყვარელ საქართველოს. გილოცავთ კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. მოგესალმებით, მე ვარ ბაია მაღალაშვილი ისრაელიდან. ბედნიერება ხვდა წილად დამთავრებინა ქალაქ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საშუალო სკოლა 1968 წელს ოქროს მედალს. მიწვეული ვიყავი ქალაქ ლენინგრადში, დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში მეორე საკავშირო ოლიმპიადაზე მათემატიკაში. უნდა აღნიშნო ისიც, რომ 23 კურს დამთავრებულმა პირველ წელსვე 18 მოსწავლე ჩავირიცხეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური თუ სამედიცინო ინსტიტუტში. დღეს ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი სკოლა ატარებს ქალაქ ფოთის აღმაშენებლის ნიკო ნიკოლაძის სახელს. ამჟამად ვცხოვრობ ებრაელთა ისტორიულ სახელმწიფოში. შინაგანი იმპულსებით მაინც ჩემი ყმობის ქალაქთან ფოთთან ვარ დაკავშირებული. 1982 წელს ამოვედი ებრაელთა აღთქმულ მიწაზე. მუშაობდი მათემატიკის მასწავლებლად, რომელიც ხელს მიწყობდა ივრითის ათვისებაში. 34 წელი ვიმუშავე ქალაქ ტელ-ავივის მერიაში მაღალ თანამდებობაზე და ორჯერ ვიყავი დაჯილდოებული საუკეთესო ხელმძღვანელად. ცხოვრების გზასავალზე გამოსასვლელად დიდი მეგზურობა ჩემმა სკოლამ და მისმა განუმეორებელმა პედაგოგებმა, რომლის ძალისხმევით სწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მართალია ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ისტორიულ სამშობლოში განვლე, მაგრამ ყოველწლიურად დედამიწის რომელ სახელმწიფოში არ უნდა ვიყო, მაინც ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას, რომელიც მაძლევს იმ ძალას დავძლეო ის ნოსტალგია, რომელიც მისი ხილვით მიმსუბუქდება. მე განუწყვეტელ კავშირი მაქვს ჩემს მეგობრებთან და მათ შვილებთან. მიხარია, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი დემურ ზერაგია აგრძელებს ჩვენ სკოლაში მათემატიკის პედაგოგებას და ჩემი მეგობრის მეუღლეც ზაირა მიქაია. ჯერა საუკუნეზე მეტი წლის სკოლა კვლავ და კვლავ სასიკადულო მამელიშვილებს ახსნეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელში წარმატებულად მოღვაწეობენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები. და იყოს თქვენი კედლები მარადიული სიმტკიცის სიმბოლო, მასწავლებლების შთაგონების წყარო, ხოლო მოსწავლეები თაობათა ვარსკვლავები. გისურვებთ
120 წლის შემდეგ აგრძელებდეთ ცოდნისა და სიკეთის თესვას, ხოლო თქვენი ისტორია კიდევ 100 წლის მანძილზე გაჟღერდეს ფოთის ცაზე. სკოლა არა მხოლოდ კედლები, არამედ ის სიყვარული და ხსოვნა, რომელიც მასში იზრდება. თქვენი ბაია მაღალაშვილი. მოგესალმებით ჩემო მეორე საშუალო სკოლა, ჩემო საყვარელო ფოთელებო. ძალიან ხელავ და მიხარია, რომ ესეც შესანიშნავი იუბილეს მონაწილება. საგანგებო სითბოთი მინდა მოგილოცოთ 120 წლის იუბილე. წელს ჩემთვისაც საიუბილე თარიღია. 40 წელი გავიდა სკოლის დამთავრებიდან, თუმცა წლები ვერ წაშლიან იმ მოგონებებს, რაც სკოლის კედლებში მოვაგროვე. მინდა მოვიგონო ჩემი საყვარელი მეგობრები, მასწავლებლები, კლასელები, ხიმილიანი და ლამაზი დღეები და წლები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ჩემი პიროვნება. მასწავლის ცოდნის ძალა. მინდა გავიხსენო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩემ მასწავლებლებს, ქალბატონ ზია ბახტაძეს, მოვიხსენო კორნელი, ლიანა, ლამარა, რონა მასწავლებლები. მინდა მიმართო ახალგაზრდა თაობას, დააფასეთ ეს ლამაზი წლები, ისარგებლეთ ცოდნით, სიყვარულით და ყველა შესაძლებლობით, რასაც სკოლა გაძლევთ. გაუფრთხილდით ამ ლამაზ წლებს, გიყვარდეთ თქვენი სკოლა, მასწავლებლები, ერთმანეთი. იამაყეთ ჩვენი მეორე საშუალო სკოლით, როგორც მე ვამაყობ 40 წლის განმავლობაში. დღეს თქვენ 120 წლის სიბრძნის, სითბოსა და მოგონებების იუბილეს აღნიშნავთ. 120 წელი ეს განუწყვეტელი ტრადიციების, არმონიისა და ცოდნის ცოცხალი ალია, რომელიც ანთია ათასობით მოსწავლის გულში. გისურვებთ უამრავ წარმატებულ წლებს, წარმატებული და საამაყო თაობის აღზრდას. შეინარჩუნეთ სითბო, სიყვარული და განათლების მაღალი ტრადიცია მომავალი თაობებისთვის. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მენატრებით, გეხვევით, დიდი სიყვარულით, ზია მაღალაშვილი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ფოთელებო და მეორე სკოლელებო. ჩვენი ოჯახის სამი თაობის სახელით ულოცავთ ჩვენს მშობლიურ მეორე საშუალო სკოლას 120 წლის იუბილეს. იცვლებოდა თაობები, ხელმძღვანელობა, მასწავლებლები, მოსწავლეები. ეს მრავლის ნახველი კედლები კი დღემდე მეტგრად ემსახურებოდა დასახულ მიზანს. აღეზარდა ღირსეულ გზაზე დაეყენებინა მომავალი თაობა, რომელიც შემდეგ სიამაყით იტყოდა. მე მეორე სკოლელი ვარ. ძვირფასო ფოთელებო, მასწავლებლებო, მოსწავლეებო, გილოცავთ ამ დღეს, გისურვებთ მრავალწლიან წარმატებულ მოღვაწეობას. სიტყვა შენი შეთქვი, სიტყვა შენი მაინც შეთქვი, შალომ ისრაელო შალომ. შენი თავისი, შენი ვრიცე კლავ შენ ბრავო. არ მოწრია ფესი, არ მოყრივა შენი ფესი, შალომ ისრაელო შალომ. ქვეყნად მოსვლას ვართ უარა, იდოღირდა, რომ ერთხელ მაინც შენთვის მეთქვა, შალომ ისრაელო შალომ. ამ ქვეყნად მოსვლას ვართ უარა, იდოღირდა, რომ ერთხელ მაინც შენთვის მეთქვა, შალომ ისრაელო შალომ. შენ გალობს შენი ღმერთი, ბედუს ნების ხალობს, დახარად დენილი
Захаревнери преси шалом Израило шалом Фули клаузи моква Фули кисмен роса гамо Pedalano mena Волостали сам шулухам Шалом Израило шалом Анквекнад мосла скваргуара Или томвита Prometel maim centris metqua Shalom Israelo shalom Anquetnad mosla squatuara Idom virta Prometel maim centris metqua Shalom Israelo shalom დედამიწაზე მიმიჩინე ციცქნა სამყოფი მადლობელი ვარ ქართველი რომ ქვია სახელად ამ სიხარულის ასახსნელად სიტყვაც არ მყოფნის ჩემი სამშობლო შენი ხელის გულის ხელა უფალო ჩემო ვით გადმოვცე სამადლობელი ჩემი სამშობლო ენა და აღმაფრენა შენით ნაკურთხი როგორც დედა როგორც მშობელი როცა ქართველი იბადება აღსავლის კარი ღია ალბათ დაანთებენ წმინდა ბარძიმებს მერე უთუოდ დაიქუხებს სამრეკლოს ზარი და უფლის გულმკერდს კიდევ ერთი დარდი ამძიმებს დარდი ქართველის დაბადების და გაჩენისა მეც ერთ-ერთი ვარ ღმერთო ვიზეც ცრემლები ღვარე მაინც მოგვეცი ენა სულის გადარჩენისა საცხოვნებელად ნაკურთხი და ნათელი მხარე და მაინც ღმერთო რად მარგუნე მადლი ამხელა შენი წყალობის კიდობნიდან გადმომსვი როცა ჩემს სამშობლოს რომ საქართველო ჰქვია სახელად და რომ ქართულად შემიძლია გალობა ლოცვა
მეორე სკოლა კვლავ ამაყად წერს ისტორიას. ჩვენ ვართ ის, ვისიც სწამთ და სჯერათ, ვისაც ენდობიან. აქ მომავალი შენდება, თაობები იზრდებიან. მიდიან, კურსდამთავრებულებად იწოდებიან. შემდეგ კი მათი შვილები. ჩვენი შვილები მოდიან და აგრძელებენ მეორე სკოლელის გზას და ასე დაუსრულებთ. შეხედეთ ბავშვებო, ეს თქვენი სკოლაა. ამ სკოლაში ვსწავლობდით ჩვენს, თქვენი მშობლებიც. ეს არის თქვენი მშობლიური მხარე, რომელიც უნდა ასახელოთ საქმით და ფიქრით. შენ ხარ იმედი, შენ ხარ ხვალე დილამზიანი. დღის შენს კალთაში ვით ბუდეში ბარტყივით ვსახლობთ. ვართ შენი სუნთქვის გაგრძელება ადამიანი. ჩვენ სერც სიცოცხლეს განაცვალებთ კარგად რომ გნახოთ. ჩვენს იმედად და ხვალინდელ დღეთ მოხოთ. თქვენია ეს სკოლა, გზა დაგეღწევთ. Sadღაც
გაძლიერებისა და განვითარების სხვა კუთხედი განათლებაა, რომელიც სიბნელი ჩარჩოებიდან ათავისუფლებს და ნათლისკენ გზას უყოლავს ადამიანს. ნიკო ნიკოლაძე მას როგორც ქართული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ბაზრის გამოცემის ეპოქის ფიქრთამკრობელმა ნათლად გააცნობიერა, რომ ცოდნით მოხმარებული ჭკუამ ზესავით ანათებს სამყაროს და სიკეთის სამკალზე გაყავს ადამიანები. ბატონმა ნიკომ საქართველოზე ფიქრი პრაქტიკის სივრცეში გადაიტანა. აქ მან ბევრი რამ გააკეთა. სწავლა განათლების მოშლ კიდევ სჭირდებოდა აზროვნების ნავსაყუდელი. აუცილებლობა იყო მისი აგება იქ, სადაც ჯერ კიდევ როდის ელითო ცოდნის ჭირაღდან. იცოდა ქალაქის თავმა, რომ განათლების ახალი გერის დაფუძნება აუცილებელი და საჭირო იყო მომავლისთვის. და დღეს 120 წლის შემდეგაც მისიას დასახლულ მიზანს ძველებური დარბაისური ნაბიჯით მიუყვება, რათა მოსწავლეებს მისცეს ის ცოდნა, რომელიც მათი წარმატებული საქმიანობის საძინდარი იქნება. დღესაც ისე უწოდებული სითამამითა და ბუდუდებით ფურცლავს თავისი ცხოვრების ფორიან ჩვენი სკოლა. ახლებურად სუნთქავს, ახლებურად მიაბიჯებს. თუმცა ყოველგვარ სიახლეს უწინდელი ყოფის ტრადიციებზე კვირტავს და კვანძავს. კვლავაც თავის წილ აგურსადევს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, რომ აქ მიღებული ცოდნით შეჭურვილებმა ადვილად შეძლონ უთვალავი ფერით სავსე წუთის ოქროთან შეჭიდება. ერში საკუთარი ადგილის პოვნა, კაცთმოყვარულობასა და ქვემოქმედებაში ცხოვრების საზრისის მიგრება. და ისე ძველებურად ვერ მოხასავთ ისრიანი იბუბუნე დაიცოცხო ჩვენო სკოლა და ახლებურად იწკრიანი სკოლის დარვა და ჩვენი სკოლის კედლებში იმნი მრავალჟამიაშრების ნიშნად ვაჟკაცობისა, ქართველობისა
და ფაზის დაზრდი სამშობლოს უამრავ მსახურებს. ცხოვრებაში ტოვებს კვაც, ღრმასა და მნიშვნელოვანს, სადაც იზრდებიან თაობები. აქ ეყრება საფუძველი მათ კარიერულ გზას, აქ ეცნობიან სამყაროს. ჩვენი სკოლა კი 120 წელია მიუყვება ერთხელ არჩეულ გზას და არასოდეს უღალატია მისთვის. დღეს სწორედ ამის თქმა გვინდოდა თქვენთვის მოგზაურობად. დღეს მე და ჩემი გუნდი განათლების ფერხულში დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვართ ჩართული. ამ სკოლის ისტორიას მრავალი წელი წერდა არაერთი ადამიანი, არაერთი თაობა. მინდა სცენაზე მოვუხმო ჩვენი სკოლის ამაგდას თალბატონ გზისაგან ვახტანგს. თალბატონ გზისაგან. გამხდარა ჩემი სკოლა. აქედან თუ არ მეშლება მისი მესამედი მეც ვწერე. მისი ისტორია ჩემი 45 წელია გეოლოგიავები და გეფერები ჩემო სკოლა. უამრავი სიხარული და ბედნიერება მაჩვენე. ამაგი დავდიოდი და დავდივარ დღესაც, რომ მე მეორე სკოლის მასწავლებელი ვარ. ერთად გავიარეთ მძიმე წლები, 90-იანელები, ძალიან ძნები, მაგრამ არასოდეს დაგვიჩოქია. არასოდეს არ ვიკეტია სკოლის კარები, როცა ძიმე დღეები იყო, როცა გაფიცვისკენაც გვიწოდებდნენ ზოგიერთები. ჩვენ მაშინ ვიდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო მასწავლებელი, სადაც უნდა მდგარიყო სკოლა. დღეს ამაღლება გილოცავთ.
დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სკოლის დიდი გულშემატკივარი ყოველთვის გვერდით რო გვედგა ფრთებს გვისწორებდა როგორც იტყვიან თუ რაღაც არ იყო ისე ქალბატონი იმედა კვარაცხელია მისი დაბადების დღეა დღეს გილოცავთ ქალბატონი ეს თქვენ როგორ გიხარიათ ჩვენი სკოლის წარმატება დგას ეს ცოდნის ტაძარი საძირკվել შეურყეველი ხრებ გაშლილი ამაყად თავაწეული რომ კიდევ ზარდოს ახალი თაობები დიდხანს ათეული და ასეული წლები იყოს ცოდნის ტაძარი ჩვენი სამშობლოს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და იბწყინოს იდგეს მრავალჟამიერ